ცოცხალი გუბერნატორი გინახავთ აი ბატონო ზურაბ გუბერნატორია შიდა ქართლში. ვინაცვალი, აი კიდევ კაი სალამი სიცოცხლე, კიდევ კაი გამრავ, გაიხარეთ. სულ ამ ქვეყანაზე სიხარული გენახეთ. ბრძოლა და ომი და ყველაფერმა ჩაიაროს. ჩაიაროს მშვიდათა და მშვიდობიანად იყავით ყველა. ძალიან სასიამოვნოა რომ შეგხვდით და ჩამოვედი. ძალიან გაჭირვებაში ვარ. ვიცი ქალბატონო. ხო შეგაწუხე შვილო. რამხელად შეგაწუხე. აი ესე გადავიწურე შუბლიდან სინდის ნამუსი ქართული საფრთხე გამიყვანეს სახლში მეთქი ვაკანი და კასპიდან. ტრანსპორტი ჩვენ არა გვაქვს. გზები არ არის. და პრადოთი მეუბრძანე ბატონო ზურაბ. ჩემ მანქანით მეუბრძანე ქალბატონი გაჭირებული იყო ავად იყო და გამოვიყვანე. თავისი მანქანით. ნუ მარშრუტკები ახლა ვერ დადიან, მაღლა ცხოვრობენ და ჩემ მანქანით გამოვიყვანე ქალბატონი. აი ახლა მარტო ცელად გორმაიცი ბატონო ზურაბ მარტო ცელად გორმაიცი ახლა ხო გარზი კეთდება აქა ნიჩბელე მარიცია გაშუგეთ რა აკა იმ დღეს იყვნენ რუსთავი ორი ხალხი აქ ამაც ხალხი ონესესია ისესია ხო და ახლა გამოვიდა ახლა ისინი მე ხოეთ ჩაჭრები გამოჭრები რასაც თქვი იმას უშვებენ და არაფერი არ გაუშვეთ სავარაუდოდ მე როგორც ვიცი იმიტომ რომ სალაპარაკო არაფერი არ იყო და არ გაუშვეთ არ იმიტომ არაფერი სოროს აყავდა ტიპოვარი ივანოვი ხო და მივიდნენ გენერალები ესენი მარშალები და ოთხესო ბიჭო გამოცოლოთ ეს რა თქმა ძალიან ბერსაჭა ვინ დავაყენოთ პეტროვიო დაუძახეს პეტროს დაატოლა ამ სურომა ორივე თანტურმა ეს ძალიან გამხდარია ისე ზატოვეთო რატო და ეს მანამ გასუხდება ორჯერ მე შეჭამს ის ირანი ხლე ორასმე ჟურნალისტები როგორ ეხუმრები ვილარჩუკუმია რესტორანში წახვიდი რესტორანში 500 მენ გოგიაკ სწორიაზრია მეტყვი მანეთი არა ევროს იღებენ ევრო აბა ბოდიში თუ ევროს იღებენ არ ვიცი მანეთის აბა კარგები და თულები ძალიან ინდა თავრობაში ინდა გლეკი უნდა იყოს პატრიოტი უნდა იყოს ამ სოფელში უნდა იყოს გიყვარდეს შენ სოფელი აბა როგორ აბა ამ ხარ თავდების ხართან ლაპარაკობთ მოესწრებოდით და ამ მოესწრებოდით მოდიან და გეუბნიან და გაგიკეთო რა მოგეხმარო კაბინეტში არ გიშვებდნენ იქ რაღაც მე რას ვფიქრობ და იმას ვფიქრობ რომ ეს ასფალტი ისე დარჩეს და აგე კირქვა რომელიც ქარს მიაგდებს რომელიც ჩვენი ბუნებრივი რესურსია ეს გამოვიყენოთ შეძლების დაგვარად ის არა მარტო ჩვენ სოფელს ეყოფა თელადოს ლავრის ხევშიცაო იამკების ასე ვთქვა დიდი იამების ამოსავსება მე ხალხს ეს კირქვა საათის გვინდაოდა გამოვაგზავნეს იქ ვიღაცა გამიყიდა ჯაბუსხალის მოწერეთ რა აკეთე რა ჩვენ კრებაზე ერთი წუთი ხო და იმ კრებაზე მე არ ვიცი ვინ იყავით ხა აგე ხალხი საუბრობს რომ მაგ ორმოულის შეკეთებას გვირჩევნია სასმელი და სარწყავი წყალი სასმელი და სარწყავი ახლა თქვენს გეტყვით რა ხანი ხამოხდით და არ დაახლებით ხართან საუბარს სპეციალისტებს გამოუშვებთ მელიორაციაზეც გამოუშვებთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც დადებენ ასე ვთქვათ მოსაზრებას და თქვენთან ერთად გავავალებთ რომ გაიარო გავიგოთ რა ჭირდება როგორც მოსახლეობა ეძახის არ ჭირდება დიდი ამბავი და თუმეტეს თუ მართლა ეს რადასტურდება და დიდი ფული არ ჭირდება აგერ ეს 30000 ნუ ამოვავსებთ მაგრამ ის 9500 ხო არის წყალზე გამოყოფილი ეყოფაო მე მაღაზია არ აყოფნის როგორ ჯერ ავითვისოთ წყალი და რას დარჩება ის დანარჩენი თანხა ბატონო გოჩა მოვახმაროთ გზა ეხა მაშინ ბოდიშს მოგიხდი რა აგერ ავიცი 10-მდე მაინც იყვნენ ადამიანები ვისთანაც ეს ვისაუბრე და მაშინ დაილაპარაკეთ ერთად რა თქმა უნდა ვეფხო ეს საქმე წეგან გითხარი 5 ბავშვი დადის აქედან თავის მასწავლებლებიადან და სკოლა რო იყოს და კლასი რო იყოს რამდენი კილომეტრია? რამდენი კილომეტრია? 5 კილომეტრი კი იქნება იმ დანგრეულ წინარეხის გზამდე. ხან ესე კორტებით გადმოდიან წინარეხისა, ისე ბეშინია ხომე რომ ის რო ამოყირავდეს მარშრუტკა ბავშვები წივილ-კივილით დადიან. მარშრუტკით დაყავთ. მარშრუტკით დაყავთ და რო აყირავდება ხომე ის რა ქვია. მანან არ მომითხო რეკო კასტისკია. მე არაფერი არ მომითხოვია. პირველად ლაპარაკობ რადგან არის უფლება. რატო უნდა ვიტყოთ რა თუნდაც ერთი საშუალო სკოლა რა გახდა. არ ვითხოვთ რომ კინოდარბაზები და არ ვითხოვთ ისინი მქონდეს და ესა და აღარც წყალზე ვლაპარაკობ და ამ შენობაში იყო სკოლა ხო? არა ის ცალკე დგას. და რატომ დაიხურა? აი რემონტის გამო.
ამორტიზაციის და ძალიან დიდი საშუალო იყო, მაგრამ ერთი კლასის გარემონტება ნუ თუ რა დაუჯდება. რაიონს რო ერთი დაწყებითი 4 კლასი მაინც იყოს. ხოვეთ გუბერნატორს. არა მე არაფერი, მაგას ვიძახი რომ იმის ხათრით, რო სკოლის დირექტორის ხათრით, მასწავლებლები ხმას არიღებიან იმის ხათრით ისა და ჩვენ რა გავაკეთოთ, აბა ჩემი შვილიშვილი, აი დამხავს. ხოვენ რომ არა მოიღოთ ხმა? არა, მაგას არ თხოვენ, მაგრამ ეხლაც ხერხულია. არა, მაგრამ ჩვენ რო იყვეს, ხომ, უფრო ბევრი ბავშვი დაბრუნდება სკოლაში და ივლის. აბა ამოვეყო, სადარაკე. აბა რა ამოვეყო.